მოგესალმებით. ენა SQL-ი, რომლის შესახებაც ჩვენ სულ სამ ლექციაში ვისაუბროთ, წარმოადგენს მონაცემთა რელაციურ ბაზასთან ურთიერთობის ენას. მაშინდელ რაც 1970 წელს ედგარ კოდმა თავისი ეპოქალური ნაშრომი გამოაქვეყნა და მსოფლიო სამეცნიერო წრეებისთვის გახდა ცნობილი ახალი რელაციური მიდგომის შესახებ, მრავალმა უნივერსიტეტმა და კვლევითმა ლაბორატორიამ დაიწყო მუშაობა ისეთი ენის შექმნაზე, რომელიც რელაციურ მიდგომას დაეფუძნებოდა. და მალე 1974 წელს ისევ IBM-ის ლაბორატორიაში, ისევ კალიფორნიაში მეცნიერთა ჯგუფმა დონალდ ჩემბერლენის ხელმძღვანელობით შექმნა ახალი ენა, რომელსაც SQL უწოდა. ენა SQL წარმოადგენს აბრევიატურას სიტყვებისა სტრუქტურირებული ინგლისური მოთხოვნების ენა. შემდეგში ენის სრულყოფაზე და დახვეწაზე მუშაობა არ შეჩერებულა და 1977 წელს გამოვიდა ახალი ვერსია SQL, რომელშიც სიტყვა ინგლისური ამოვარდნილია. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ინგლისურ სალაპარაკო ენასთან აქ კავშირი არ გაწყვეტილა და მისი სიმარტივე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან წააგავს ინგლისურ სასაუბრო ენას. ჯგუფი აგრძელებდა მუშაობას ამ ენის სრულყოფაზე, მოგვიანებით 1982 წელს ამერიკულმა ნაციონალური სტანდარტების ინსტიტუტმა დაიწყო ამ ენის სტანდარტზე მუშაობა და 1986 წელს უკვე გამოვიდა ენის სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი პერიოდია გავლილი მისი შექმნიდან, ყოველწლიურად ენა განიცდის ცვალებადობას, უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობები ემატება და სულაც არ წარმოადგენს იმ პირველად ვერსიას, რომელიც თავდაპირველად შემოგთავაზა ჩემბერლენმა და მისმა კოლეგებმა. ენას ეყრდნობა რელაციურ მიდგომას. რაც შეეხება რელაციურ მიდგომას, მასში გამოყენებულია 4 ძირითადი ოპერაცია. ეს არის სიმრავლეთა თეორიის ოპერაციები და 4 ოპერაცია რელაციური ალგებრიდან. ეს 4 სიმრავლური ოპერაცია იგივეა, რაც სიმრავლეთა თეორიაში. განვიხილოთ, რა არის. ეს არის გაერთიანება A1 და A2 ჩანაწერებისა. A1 ჩანაწერების სიმრავლე არის 1 დამოკიდებულებიდან 1 ცხრილიდან, ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში A2 კი მეორე ცხრილიდან. მათი გაერთიანება გულისხმობს იმ ჩანაწერებს, რომლებიც ან მარტო A1 ცხრილში შედის, ან მარტო A2 ცხრილში, ან ორივეში ერთდროულად. მეორე ოპერაცია ეს არის თანაკვეთის ოპერაცია. თანაკვეთის ოპერაციის შემთხვევაში მიიღება ჩანაწერების სიმრავლე, რომელიც ერთდროულად ორივე A1 და A2 მონაცემთა სიმრავლეს ეკუთვნის, ანუ ჩანაწერების სიმრავლეს. მესამე ოპერაცია ეს არის A1 გამოკლებული A2, ანუ სხვაობის ოპერაცია. ამ ოპერაციაში მიიღება ჩანაწერების სიმრავლე, რომელიც წარმოადგენს იმ ჩანაწერებს, რომლებიც ეკუთვნის A1-ს, მაგრამ არ ეკუთვნის A2-ს. და მეოთხე ეს არის დეკარტეს ნამრავლი. დეკარტეს ნამრავლის დანიშნულებაა პირველი ცხრილიდან ყოველი ჩანაწერი მიუერთდეს მეორე ცხრილიდან ყოველ ჩანაწერს. მაგალითად, თუ პირველ ცხრილში გვაქვს 4 ჩანაწერი, მეორეში კი 5, დეკარტეს ნამრავლი 20 ჩანაწერს მოგცემს, ანუ ყველა შესაძლო კომბინაციას. ეს იყო ტრადიციული სიმრავლეთა თეორიის ოპერაციები. ჩვენ ახლა შევეხებით კიდევ 4 ოპერაციას, ეს ოპერაციები უკვე რელაციურ ალგებრას ეკუთვნის. პირველი ეს არის ამორჩევის ოპერაცია, selection. ამ ოპერაციის შედეგია რაიმე კრიტერიუმის მიხედვით ცხრილში ჩანაწერების შერჩევა. მეორე ოპერაცია ეს არის პროექცია, projection, რომლის დანიშნულებაა 1 ცხრილიდან მეორე ცხრილის მიღება, ანუ ცხრილის გარკვეული სვეტების
ამოღება და ამ სვეტებით ახალი ცხრილის შედგენა. მესამე ოპერაცია join, ანუ შეერთება. შეერთების ოპერაციის დანიშნულებაა მოხდეს ორი ცხრილის ერთმანეთთან შეერთება და ჩანაწერები ერთი ცხრილიდან და მეორე ცხრილიდან ორივედან იქნას ამოღებული. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ცხრილს იდენტური სვეტები გააჩნიათ. თითო იდენტური სვეტი. და ბოლო ოპერაცია ეს არის გაყოფის ოპერაცია A1 გაყოფილი A2-ზე. შედეგად იძლევა რაიმე A3 ჩანაწერების სიმრავლეს, რომლის გაერთიანება A2-თან გვაძლევს A1 სიმრავლეს. სულ ესაა ის ოპერაციები, რომლებიც გამოიყენება რელაციურ მონაცემთა ბაზებში. რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა ხდება, როგორც თქვით, სტრუქტურული დაპროგრამების ენის SQL-ის საშუალებით, რომლის აბრევიატურა იშიფრება ასე Structured Query Language, სტრუქტურული მოთხოვნების ენა. მას ზოგჯერ უწოდებენ სტრუქტურული გამოკითხვების ენასაც და მას სამი ტიპის ბრძანებათა სიმრავლე აქვს. პირველი ეს არის DML მონაცემებით მანიპულირების ენა, რომლის დანიშნულებაა მონაცემების ამოღება, გამოტანა, მათი მოდიფიკაცია. მეორე ეს არის DCL მონაცემების კონტროლის ენა, რომლის დანიშნულებაა ავტორიზაციის მინიჭება მომხმარებლისთვის ან ავტორიზაციის გაუქმება და მესამე DDL ანუ მონაცემთა განსაზღვრის ენა, Data Definition Language, რომლის დანიშნულებაცაა მონაცემთა ბაზის ობიექტების შექმნა, მათი წაშლა, შეცვლა, გაუქმება და ასე შემდეგ. მადლობთ ყურადღებისათვის.